საქართველოში EAOP-ის საკოორდინაციო კომისია იმყოფება, რომელიც მიზანიც თბილისი 2015-თვის მზადების პროცესის შეფასება და სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებაა. ეს პირველ ნაწილში საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელმა იოზეფ ლიბამ, კომისიის კოორდინატორმა კატერინა ნიჩოვამ და კომისიის წევრმა სტრატოს კარეტოსმა თბილისის ზღვაზე მშენებარე ოლიმპიური სოფელი დაათვალიერეს და ის ადგილი მოინახულეს, სადაც მულტიფუნქციური დარბაზის აშენება იგეგმება. კომიტეტის წევრები საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბანოვსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანსაც შეხვდნენ. ხოლო EAOP-ის საკოორდინაციო კომისია დიდუბის საკალათბურთო სკოლას და დინამო არენას ეწევა. შემდეგ კი დაგეგმილია საქმიანი შეხვედრა დედაქალაქის მერიაში. შეგახსენებთ, 2015 წელს თბილისი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელში მონაწილეობასაც დაახლოებით 400-მდე სპორტსმენი მიიღებს. წელიწადში ერთხელ ჩამოვდივართ თბილისში და ვათვალიერებთ მშენებარე ობიექტებს. წინა ვიზიტთან შედარებით ძალიან ბევრი რამ ახალი ვნახეთ. იმედი მაქვს, რომ სამუშაოები იგივე ტემპით გაგრძელდება. მაყოფილები არიან შედეგებით, დაათვალიერეს ოლიმპიური სოფელი. ეხლა დაათვალიერებენ ეს სპორტულ კომპლექსს ჯამში ყველა ის სამუშაოები, რომელიც იყო დაგეგმილი ამ პერიოდისთვის, ყველაფერია შესრულებული და მის წარმომადგენლები არიან მაყოფილები იმ შედეგებით, რაც გვაქვს დღესდღეობით. სტუმრებმა დაათვალიერეს ობიექტები, ხალხს გააგრძელებენ დათვალიერებას. ჩვენ შევთანხმდით თუ როგორი ფორმებით უნდა იყოს ჩარევა და ზედამხედველობა სპორტის სამინისტროსი, როგორი კოორდინაცია უნდა არსებობდეს სპორტის სამინისტროსა და იმ უწყებებს შორის, რომლებიც ჩართული არიან ამ შეჯიბრების მომზადებაში.